ყველა ვინც მე მას ამართლებთ, ყველა ხელს უწყობთ იმას, რომ გამოძიება არ დაიწყოს, ყველა ხართ არალეგიტიმურები, ხართ დასანქცირებულები და კიდევ მე მაძლევ ჩემს. კიდევ ერთხელ ამბობ, ის რომ მე სახლთან დამაკავეს და არა იმის სამართლზე, სადაც მითითებული აქვს საქმის მასალებში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა და ძალიან მნიშვნელოვანია ტაქსის მძღოლის იქ ყოფნა, იმიტომ რომ ჩემი ტელეფონიდან ამოღებული რუკით დგინდება თუ სად დამაკავეს ამასობაში იმას, რასაც მე ვლაპარაკობ, ოღონდ გამოკითხვა რო ჩაუტარებიათ, ეს კიდე ცალკე უბედურებაა და აბსურდი და ამაზეც მინდოდა მეთქვა და როცა შემაწყვეტინებ. ზუსტად ამის თქმა მინდოდა, რომ მე-4 თვე ხდება 7 აპრილს, როცა გამოძიება არც ერთ შემთხვევაში და არანაირად არ იწყება და ზუსტად ამიტომ ამბობ, რომ ის კი არა რომ მე უნდა ვიხვეწებოდე და ვიჩოქებდე და რაღაც მუდარით უნდა ვიყო თქვენთან, ან სასამართლოსთან, ან ზოგადად ინსტიტუციებთან წარმოდგენილი. მე მგონია, რომ ეს ისედაც ასე უნდა მოხდეს. აბსოლუტურად ამოვარდნილი იყო, ანუ ამორფული იყო თავიდან ბოლომდე პროკურორი, როცა ჩემმა ადვოკატმა ის რაც ჩვენი დამოუკიდებელი ძალებით მოვიპოვეთ, რაც მე აუცილებლად დამეხმარება ამ საქმის წარმოებაში. მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ ერთვით მე უყურებ სხვა სასამართლო პროცესებსაც, სადაც ან ცირკიც აღარ არის, ეს არის ფსკერი, რომელიც უბრალოდ ყარს. და მე ამას ვუყურე, სულ ქონდათ მე მახსოვს ძალიან კარგად, ბარემ დამხვიდეთ თქო რომ თქვი ესეთი ფრაზა სასამართლოზე, შეიჭმუხნეთ და ძალიან ადეკვატური რეაქცია ქონდათ, მაგრამ მე გეუბნებით რომ ახლა რომ როლები გავცვალოთ, თუნდაც წარმოსახვით და თუ გაქვთ ამის უნარი, თქვენს გაგიჩნდებოდა ზუსტად იგივე აზრი და ზუსტად იგივე შეგრძნება, რომ მართლა გეუბნებით, აი ბაზრადებს ის მგონია, რომ მალე ეთქვით, აი გავიდეთ. და იქნება უბედნიერესი ბატონი ჭიტაძე, მიუხედავად იმისა, რომ რიგ შემთხვევებში მასაც არის სიცითრით გაწვებზე, მისი მიმიკით, რაც მე ძალიან კარგად მაქვს მასწავლის სარეჟისორო სცენარზე მუშაობის დროს, რაღაც მომენტებში ისიც ან მესმის რომ ადამიანია, მე მასთან პიროვნულად აბსოლუტურად არანაირად, მაგრამ ასე დროს როცა ის იბრძვის, რომ ის რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ის გაწიროს საქმიდან, ეს მგონია რომ პირდაპირ ნაცვლად, აი ცალსახად ცხადყოფს იმას, რომ ეს არის დავალება, რომ ჩემს შემთხვევაში მე მაქვს უფლება კონდეს საქმეში ის გარემოებები, ანუ საქმის მასალებში იყოს დართული დოკუმენტები, რომელიც ზუსტად აი თუნდაც რომლითაც შეგიძლიათ გადაამოწმოთ ჩემი სიმართლეს. მინდა გითხრათ, როგორც ამ შემთხვევაში ადამიანი, რომელიც თავს დაჩაგულად კი არა, როგორ გითხრათ, სასაცილოდაც არ ყოფნის ის, რაც მე დამმართეთ 7 დეკემბრის მერე კი არა, კერძოდ 3-ის და ის რომ გამოძიება დაიწყოს და რატომაც მინდა რომ დაიწყოს, არის ძალიან მარტივი მიზეზი. გამოჩნდება რომ 3 პოლიციელი კი არა, რაღაცა დეგენერატორა პატაკში რო არის მითითებული, არა. ზუსტად ის არის გახსოვთ თქვი კიდეც რომ 15 არ იყო, მაგრამ 10-ზე მეტი იყო, თქო, იმიტომ რომ ძალიან ინტენსიურად დარბოდნენ. ეს რატომ მინდა რომ ვიცოდე, გითხრათ, იმიტომ რომ იქ არის პიროვნება, რომელმაც 3 დეკემბერს გადამიღო ვიდეო, შემდეგ გადაუგზავნეს ბატონი ჭიტაძის უწყებას, აი ახალ იგივე რეაქცია აქვს და მაშინაც ასე აღაშფოთდა და შეეცადა კიდევ ერთხელ ამბობ, თუ მაძლევთ სიტყვის საშუალებას, მაშინ 90,000-ზე გუმაწყვეტინებთ სიტყვას, ყველაფერი საქმეს ეხება. თავიდან ბოლომდე და რომ აქვს უბედურება გიცნობდეთ თქვენ, ეს ყველაფერი ამ საქმის ნაწილია. მე ჩემი სულით ცხოვრებაში არ მოხდებოდი და წინა სასამართლო პროცესზე ვთქვი, ეს რო იყოს ნორმალური ქვეყანა, თუ არ იყოს გადამდგარი მართლა განვითარების რელსებიდან, მე საერთოდ არასდროს არ მოხდებოდი აქ. და კიდევ ერთხელ უბრუნდები და უმაწყვეტინებთ ხო გითხარით და აიტანოთ. კი ბატონო, მეც შევეცდები რომ დავიწყე ჩემს სიმართლეს, როგორც იმიტომ რომ ფაქტია რომ თქვენ რომელიც არის მინიმუმ დედობრივი ინსტინქტით ვერ გაწყვეტ რომ გამოირჩევით. რაც შეეხება უშუალოდ იმ საქმეს, რომელიც გამოძიებას ეხება, რატომ არის მნიშვნელოვანი, ძალიან გულოდა რომ დამიწყება სიტყვა, მაგრამ ნურაც უკაცრავად, ბევრად კარგი მეხსიერება მაგვიდრეთ თქვენ ყველას ერთად. აუცილებელია ეს გამოძიება და კიდევ ერთხელ ამბობ რატომ? იმიტომ რომ მას შემდეგ, რაც კონკრეტულმა პირმა, რომელიც ვიზუალურად კარგად მახსოვს და აბსოლუტურად ყველა შემიძლია ამოვიცნო, ისიც ვინც მეთათურებოდა, ის ვისაც გადაგხდა ბიოლოგიური მასალა, პირდაპირ გეუბნებით, აი თეთრი ძაფით არის შეკერილი, შავი ტყუილი როცა ვამბობთ, იცით რას გულისხმობ? ზუსტად იმას გულისხმობ, რომ ამ საუბრებიდანაც ჩანს, რომ ადამიანების საქმიდან გაწევის მცდელობაზე არის საუბარი, იმიტომ რომ ის ადამიანი, ვინც დამხვდა იქ კაბინეტში და ვინც მელაპარაკებოდა, ზუსტად ის არის, ვინც გადამიღო 3 დეკემბერს ვიდეო, რომლის საფუძვლადაც შემდეგ შეთითხრეს, აუ ტატუები აქვს და მოდი ამას ჩავუდგეთ ნარკოტიკი და მათ შორის ჯერ ექსტრას საპირებდნენ, ოღონდ ესეც კრიმინალური პოლიციის ეზოში თუ რაც ქვია იმ შენობას უბედურებას, ტყუილის მანქანას იქ გავიგე. არავის არ აქვს იმის იმედი ახლა, რომ აქ ამ დარბაზში პეპლები შემოფრინდებიან. არა, უბრალოდ მე ვამბობ, რომ ის მტკიცებულებები, რომელიც უმნიშვნელოვანესია საქმისთვის,
აი მხოლოდ იმ მნიშვნელოვან მტკიცებულებებზე აქვს ესეთი რეაქცია, თორე ის რომ აქ რაღაცას ვიტყვი, ის მაგრა აღარ ბატონ კიტაძეს და საერთოდ არ არის და მაგიტომ ამბობ, რომ ამ შემთხვევაში ტაქსიზმ ძღოლის ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ფოტოს გადაიღო სხვათა შორის რა თქმა ამბობენ, წინსწრებით ამბობ, რომ აი რაღაცა არ იყო საშუალება. 12-15 კაცამდე იყო, მათზე მეტი იყო. ფოტოს გადაღება, ვიდეოს გადაღება კი არა, ფილმს გადაიღებდნენ. ამ ადამიანებს რო არ ქონოდათ განზრახვა, რომ უბრალოდ რაღაცა უნდა დაებრალებინათ ჩვენთვის. ანუ ადამიანები მასამართლედ მეოთხე თვია ჯიბეში არ არსებდნენ თვალითაც არ დამარხეს და ესეც უნდა გითხრათ, აი მართლა ადამიანებად ოღონდ და ყველაფერი და ყველამ გადავდოთ როეზე. ანუ ისიც ვერ მოიფიქრეს, ანუ რომ კერავდნენ ამ საქმეს, რომ დაენახებინათ ჩემთვის ის პაკეტი, იმიტომ რომ მე რო თქვენ კითხვას დამისვამდით, რომ რაღაც ეტაპზე ვარ დანახი გაქვს თვალით, მე გეტყვით, რომ კი. ანუ თვალით არ მაქვს პირველად ითხრათ საკმაყი, აი თქვენს მე პირველი აღკვეთის ღონისძიების მერე რომ სასამართლო პროცესი იყო, ნინო იყო მეგობარი მოსამართლეს სამშობლოდ მე ორი მოსამართლე ხარ სულ. აი მეორე პროცესის დროს რაღაცა ფურცელი ააფრიალა ბატონმა მიგზავნა და იქ დავინახე რეალურად აი ვიზუალურად რაღაც არ ვიცი შავ-შავ ან თავზე დავინახე.